მოგესალმებით, მე ვარ სანდრო ცხადაძე, ეს არის გადაცემა ჩანგალი, მეხუთე ეპიზოდი. გადაცემის სახელწოდება მომდინარეობს ქოცის დიდებული ფრაზიდან სუპი მაქვს, სუპს ავჭამ, რადგან სუპის ჭამა ჩანგლის წარმოუდგენელია, შესაბამისად ჩანგალი ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია ქოცის პროგრესისთვის და განვითარებისთვის, ევოლუციისთვის. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დაწერეთ სასურველი ნიუსები ვიდეოს კომენტარებში, რომელიც შემდეგ გინდათ რომ მოხდეს შემდეგ ეპიზოდში. თუ არ გამოიწერეთ და გააქტიურეთ, მედიათ არ მაინტერესებს. მაგრამ გაგვეხარდება. აი კიდევ ერთი კვირა გავიდა, რაც გაბი კამაევის, ლალი მაროშკინას, გია ვოლსკის, ძმები მარტინენკოების და ემრე კუჩუკის წყალობით ქართულობა ვერავინ ვერ წაგვართვა. დიდი მადლობა მეგობრებო. გაიხარეთ. ქართული ოცნების ერთ-ერთმა ჩლენმა ბოდიში, წამიღო წეღა რუსები რო ჩამოთვალე წამიღო. ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა ლევან მაჭავარიანმა რუსთაველზე მდგომი ხალხი არის დახელფასებულიო. დახელფასება. საინტერესო ზმნა დახელფასება. დახელფასებულიო. დახელფასება არის ზმნა, რომელიც შეიძლება ბევრნაირად აღწერო ადამიანმა, მაგრამ მთავარი მახასიათებელი აქვს ამ ზმნას, რომ არ არსებობს. კიდევ კარგი ქოცები მე-12 კლასს აუქმებთ სკოლებში და მე-13-ს არ ამატებთ, იმიტომ რომ ზმნების გამოგონება უკვე მე-13 კლასის მასალაა და მან უკვე რთულია, არავინ არ დადის, მე-12-ში არავინ დადის და მე-13-ში ვინ ივლის, რომ ზმნები გამოიგონოს. მაგრამ ეტყობა ისედაც გამოვიდეთ ნიჭი მაინც. ბატონი ლევანი, ჩლენ გრუზინსკაი მეჩტი, აქ ეს ჩავსვი რაძიწელნი ბრუნვაში. ქართულ ბრუნვებს რო შევადაროთ, ნათესაობით ბრუნვაში. ქოცებმა ნათესაობითი ბრუნვა ხომ მაინც უნდა იცოდეთ მილიარდების ბრუნვასთან ერთად. მოკლედ ბატონი ლევანი ერთხელ მანქანით გვერდით ამომიდგა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე. მას ყავს პორშეს მრავალათასიანი ჯიპი სავარაუდოდ და მე მყავს მამაჩემის კოლტი 1 და 5-იანი, რომელიც გაზზე არის გადაყვანილი. და რადგან ამ კოლტს აღმართზე ასვლა გაზით უჭირს, ბენზინზე გადავრთავ ხოლმე, რომ თამარაშვილის აღმართზე ავიდე. შესაბამისად, როგორც კი მწვანე აინთო, ბატონი ლევანი გავარდა, ბასლაინზე გადავიდა და უკან მოიტოვა ჩემი 1 და 5-იანი გაზზე გადაყვანილი კოლტი, რომელიც იმ მომენტში ბენზინზე მქონდა გადართული, იმიტომ რომ აღმართზე ისე ვერ ადის. ძლივს შევამჩნიე ბოლოს ჰორიზონტზე ბატონი ლევანის პორშეზე 6-0 სანომრე ნიშნად. ეს მიცუბიში კოლტი მამაჩემს უყიდა ჩემმა ძმამ ბანკის ვალით, რომელიც შემდეგ ვერ გადაიხადა და ეხა ბანკშია გაშევებული, მაგრამ ბანკში გაშევებას ვინ შევის, კაცი საერთოდ დაბატიმრებულია და მამაჩემი გარდაცვლილია. მაგრამ მე ვარ დახელფასებული. მე ამ ბოროტებაზე არ ვფიქრობ, რადგან დახელფასებული ვარ, დამახელფასეს. ესე რეალური ზმნა რო იყოს, ნეტა როგორი მიუღლებოდა საინტერესოა. ვახელფასებ მე მას, ახელფასებ შენ მას, 4 პირიანი შეიძლება პრინციპში. დამიხელფასე შენ მე ის მას. არა, ეს არ გამოდის პრინციპში. ხო, მოკლედ რთულია რა ზმნის გამოგონება. პორშე კაიანის ელექტროობასავით არის რა. აკაკი შანიძე გინდა, ელიავაზე მიდით. მოკლედ მე ვყოფილი ვარ დახელფასებული და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ყოფილა სახელმწიფო შემწეობაზე. მოკლედ როგორც გაირკვა, ირაკლი ქარსელაძე ყოფილა კორუმპირებული. თავიდან არ დავიჯერე, მეთქი ქოცის წარმომადგენელს ირაკლი ერთხვა ყლე გამოდგეს, შანსი არ არის. No way. ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარებულა ჩხრეკა. ჯერ ტიპს რო შეხედავ, აშკარად დიდი სახლი აქვს, უკვე საეჭვოა. პატარა სახლში ვერ დაეტევა. და რას მეუნებით ამ კაცს რო შეხედავ, ეს კაცი ბიუჯეტ ჭამდა? შანსი არ არის, ახუიეც მოჟნა ნინა ჟღარგავა. ტიპს შეხედეთ. ტიპი აშკარად ჭამდა, რა დუნდა მაგას გამოძიება. დარწმუნებულია, რომ იმ ვაზელინის ნახევარით შეჭამა, რომლითაც ბიძინას უნდა შეძრომოდა. და მაგითო იგრძნო ბიძინამ სფინქტერზე რაღაცა დაჭიმულობა და აღმოაჩინა, რომ ეს კაცი რაღაცას ისე ვერ აკეთებდა. ტიპს რო შეხედავ, აშკარად ყველაფერს ჭამს, ფრჩხილებსაც ჭამს, ტიპი დარწმუნებული ვარ. მოკლედ ირაკლი ქარსელაძე რომ დააკავონ და შიმშილობა დაიწყოს, პირველი 4 თვე ცუდად არ გახდება ტიპი. საინტერესო ჰედლაინი იქნება ნიუსებში, რომ ირაკლი ქარსელაძე შიმშილობის 118 დღეს შეუძლოდ გახდა და ისედაც საკაიფოდ გახდა. ანუ ტიპებს იმდენი ფული აქვს მოპარული, რომ თემურ ჭყონია გამოყლებდა. თემურ ჭყონია, რომელსაც ყველა ფული აქვს და ცოტა მეტი კიდე. ის იყო გაგურვებული ამდენი ფული სად ქონდათ, საიდან იყო ამ ქვეყანაში ამდენი ფულიო. არა უშავს ბატონო თემურ, მობრძანეთ რუსთაველზე დახელფასებულები გაჩვენებთ, ფული სად არის და რამდენი თან. გია ვოლსკი მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არაო. გია ვოლსკი კომპარტიის წევრმა. წარმოგიდგენიათ კომპარტიის წევრი, რომ ღმერთს მადლობას ხვდის? ჩლენ კომპარტии поблагодарит Богу. ახუიეც ნინა ჟგარგავა ვაფშე. ანუ მთელი მთავრობა რომ გძარცვავდა, ყოფილა ღმერთის დამსახურება. რადონის კორუფციაში არიან ტიპები, რომ ყოვლის შემძლე და ყოვლის ცოდნე ღმერთმა ძლივს მოახერხა, რომ ყველანი არ არიან კორუმპირებულები რა. ნიდაი ბოგ ყველა ყოფილიყო გია. ნიდაი ბოგ. ბოგ ნიდალ ვაფშე უჟე. რადგან ქართული ოცნების წევრები წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციაში ყოფილან, იმ პარლამენტო, რომელშიც ცხოვრობდა ერთი პარტიის ჩლენები და ასევე ახლახანს დაემატა გახარიას პარტიის გლიდა არის გერმანულად ჩლენ მართლა, ორივე გაგებით.
მოგეთ სადაც მხოლოდ ეს ჩლენები და გლიდაები არიან, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რადგან ამ დონის კორუფცია, უნდა აიგრძელოს ოპოზიციური პარტიები. რასაც აკეთებს ზოგადად კორუფციის აღმოჩენის დროს. ლოგიკურად. საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს ქოცებმა სარჩელი ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და კოალიცია ცვლილებების ასაკრძალად. აიგრძალოს, ზოგადად ქართველი ხო ეგეთია, უნდა აუგრძალო, რამე რო არ გააკეთოს, არ ჩაიდინოს, აიგრძალოს, რაღაც უნდა შეაშინო, აუგრძალო. თორე რაღაცა სისულელეს იზამს, ეგრე უყურებენ ქოცები ქართველს. ზოგადად ეგრეც არის, უფლისშიც იმით ვაქვთ უმეტესობას, რომ იციან მე ჯოჯოხეთში შანს უტრიალებენ ნაწლავებში და ეგ არ აწყობთ. თორე კაცთმოყვარეობა გეი ტერმინი გონიათ. მოკლედ 9 თვე აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე იმშობიაროს. 9 თვე უნდა ითამაშონ დამოუკიდებლობანა. 9 თვე რომ რამე ითამაშო გადაბუნულად დიკაბრიო გახდები ჩვეულებრივად. თან საკონსტიტუციო სასამართლო არის ბათუმში, აჭარაში. ანუ ავტონომიურ რესპუბლიკაში მიიღებენ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას. ბარემ სოხუმში გააგზავნეთ, რა ვიცი, სოხუმიც ჩვენია მაინც იდეაში და უარს არც ისინი არ გეტყვიან რა აზრი აქვს. აკრძალავთ და აკრძალავთ რა, სარი გითხრიათ. მე მაინც იუმორისტი ვარ და საღადაოდ ქოცებიც მეყოფით სამარადისოდ. აკრძალავენ და აკრძალავენ, არ მაინტერესებს, რა ჩემთვის როგორც ქართველისთვის თავარია დომინოს პარტიები არ აიგზალოს. ბექა ოდიშარია თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. რადგან სხვა ყველა განათლებული ადამიანი ნაშრომზე მუშაობს და არ ეცალათ. რა ქნას ახლა კაცმა შეთავაზეს და დათანხმდა. თავიდან კითხვა არ ვიცი ამ სფეროში არაფერი, მაგრამ დედას მოუტყმა ვისწავლიო. აბა გიადვალს ხო არ დავნიშნავით ასეთ თანამდებობაზე, კაცი სადღაც არის წათრეული შვეიცარიაში და პადუალში ლაწირაკ სუბატომურ ნაწილაკებს დაძდევს. ისე რას შეეცით ამ განათლების სისტემას? ბუდიში კოდს უხდება ერთიანდებაში შეეცით და განათლების სისტემა. რას გაუტრაკეთ მართლა რას შეეცით ამ განათლების სისტემას? მე სკოლაში მაგალითად კარგად ვსწავლობდი. შკოლნიკი ვიყავი, ზნატაკი, ნერდი, რაც გინდათ ის დაარქვით. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. სამედიცინო უნივერსიტეტზე ჩავაბარე 100%-იანი დაფინანსებით. 4 ენა ვიცი. აქედან გერმანული, კობახიძეზე და პაპუაშვილზე კარგად ვიცი, დარწმუნებული იყავით. ინგლისურზე აღარც ვიტყვი. რუსული ვიცი, იმიტომ რომ სკოლაში მასწავლე და ვსწავლობდი მაგასაც. რა განათლების სისტემაც არ უნდა მიიღოთ. ვინც არ უნდა დანიშნოთ კომისიის თავმჯდომარეებად და მინისტრებად, ვინც სწავლობდა ის მაინც ისწავლის, იმიტომ რომ როგორც მდიდრისგან მოდის მდიდარი, როგორც მაღალი ადამიანისგან მოდის მაღალი, ლამაზისგან ლამაზი, ესე მოდის განათლებულისგან განათლებული. მორჩა, მაგას ვერაფერს ვერ უზამთ. ასე რომ schiebt eure zwölfte Schuljahr in eure Arschlöcher rein, liebe Schalwa und liebe Irakli. სკოლაში რელიგიის ისტორიას და კულტურას გვასწავლდნენ, მარტო მე ვსწავლობ და ეხლა მე ვარ უღმერთო. 2 წელი ყველა წირვაზე დავდიოდი და ეხლა მე ვარ სოდომისტი. ტიპებმა საქართველოს პირველი მეფე არიციან და სვეტიცხოვლის აშენების თარიღი და ჩვენ გვეძახიან უსამშობლოებს. რამდენი ბრუნვა ქართულ ენაში ის არიციან ამ მეჯოგეებმა და კიდე ჩვენ დაგვზდებენ აქეთ. გაგინებენ ტიპები კომენტარებში და იმ გინებასაც არასწორად წერენ. ანუ რომელზე გაბრაზდეს შენ გინებაზე თუ ქართული ენის გაუპატიურებაზე მაგას ვერ ხვდები ადამიანი. ყველა ბავშვი ვინც ჩემი სკოლის პერიოდისაც კარგად სწავლობდა ან გაქცეული ან დამალული. ეხლა ამათი დროა. როიცოდეთ ამ ქვეყანა როგორი ექიმები გარბიან და როგორები რჩებიან გული გაგისკდებათ. მაგრამ ისედაც იცით როგორი ექიმები რჩებიან აქ. ქოცი და განათლება საერთოდ რა შუაშია, ანტონიმებია. ქოცი არის ანტაგონისტი და განათლება პროტაგონისტი. ელ თიროზინი ემანსიპაცია, რუდიმენტი, ანიჰილაცია. ამ 4 სიტყვას ჩავიბარებ მომდენო გადაცემაში, კარგი წერით. ქოცის საქმე არის დაგინება, შეგინება, დაშინება, დაპატიეზდება, შეფურთხება, დამუქრება, მეგობრის მიტოვება, დაშანტაჟება, ტროლაობა, დამცირება, არაფრად ჩათვლა. გასაჭირში ხელისკვრა ადამიანის რა გინდათ, რატო ერევით სხვა რაღაცებში, ეს არის თქვენ და აკეთეთ, არ არის განათლება თქვენ და რას ეჭიდავებით. ეჭიდავებით ამ აზროვნებას არ არის თქვენი. გინებები წერთ ამ ვიდეოს კომენტარებში, მაგაში ვარავინ გეცილებათ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ სარიზღილაკი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში ჩვენი ანება სასურველი ნიუსები, ხოლო ქოცემა გინებები რომ დაგბლოკოთ და ეს ვიდეოები ვეღარ ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა.